მოგესალმებით, მე ვარ იანთაძე და თქვენ უყურებთ პოდკასტ ციტატა. პოდკასტის დღევანდელი ეპიზოდის ციტატა ასე ჟღერს. ცხოვრებაში ყველგან არის გმირობის ადგილი, მთავარია ამ ადგილიდან თავის შორს გეჭიროთ. ციტატის ავტორია მე-20 საუკუნის ინგლისელი მწერალი ტერი პრატჩეტი. ჩემი აზრით, ამ ერთი შეხედვით ცინიკურ ციტატაში სინამდვილეში დიდი ჰუმანიზმია. თუმცა გმირობაზე ასეთი დამცინავი ტონით ლაპარაკი შესაძლებელია ბევრისთვის მისაღები არ იყოს. განსაკუთრებით გაუგებარი შეიძლება იყოს ეს ციტატა საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანაში, რომელიც საუკუნეების მანძილზე ბრძოლით და გმირობით ახერხებდა არსებობას. სანამ თხრობას გავაგრძელებ და გეტყვით, რატომ მგონია, რომ ამ ციტატაში ჰუმანური აზრი დევს, მინდა რომ გამოიწეროთ ციტატა და შემომიერთდეთ აქ ამ პლატფორმაზე. ახლა საინტერესო ამბავს მოგიყვებით. ცნობილი მეცნიერი ზურაბ კიკნაძე ერთხელ ინტერვიუში ყვებოდა იმის შესახებ, რომ გერმანელი ფილოსოფოსი კარლ იასპერსი ერთმანეთს უპირისპირებს გალილეო გალილეის და ჯორდანო ბრუნოს შემთხვევას. გალილეის ჰქონდა მეცნიერული ცოდნა იმის შესახებ, რომ სისტემის ცენტრი დედამიწა კი არ არის, არამედ მზეა, მაგრამ ინკვიზიციის წინაშე დაურყოლებლად უარყო ეს თავისი მეცნიერული ცოდნა, იმიტომ რომ იცოდა, რომ ჭეშმარიტება ამით არ შეიცვლება, ახლა ის ამას დაადასტურებს თუ უარყობს. და ჯორდანო ბრუნომ კი ვიცით, რომ არ უარყო ჭეშმარიტება, არ უარყო თავისი რწმენა ამ ჭეშმარიტებაში და შეეწირა ამას. დღევანდელი ხედვით გამოდის, რომ ჯორდანო ბრუნომ ჩაიდინა გმირობა, ხოლო გალილეო გალილეი დაკმაყოფილდა რბილად რომ ვთქვათ სწავლული სტატუსით. ეს ამბავი ამით არ დასრულებულა. გერმანელმა დრამატურგმა ბერტოლტ ბრეხტმა მე-20 საუკუნეში დაწერა პიესა გალილეის ცხოვრება და ორი ფრაზა ამ პიესიდან გახდა საყოველთაოდ ცნობილი, იმიტომ რომ ამ ფრაზებში რაღაცნაირად კარგად არის გმირობის კონცეფცია ასახული. პიესის მიხედვით იმის შემდეგ, რაც გალილეო გალილეი წამების საფრთხის პირისპირ უარყოფს, ესე იგი ამ თავის ცოდნას და თავის აღმოჩენას, მეცნიერულ აღმოჩენას, მისი საუკეთესო მოწაფე ანდრეა სარტი არის ძალიან განხიბლული თავისი მასწავლებლით და მას პირდაპირ ეუბნება ფრაზას უბედურია ქვეყანა, რომელსაც გმირები არ ჰყავს. და გალილეი მას პასუხობს შემდეგი ფრაზით უბედურია ქვეყანა, რომელსაც გმირები სჭირდება. პიესის ამ ფრაზებს ჩემგან კიდევ ერთ არგუმენტს დავამატებ. როდესაც ჯორდანო ბრუნოსა და გალილეო გალილეის ამბის კომენტირება ვთხოვე ჩემს ახალგაზრდა სტუმარს ტბელა ბუსერიძეს, რომელიც მაშინ ამერიკის მერილენდის სენტ ჯონსის კოლეჯში სწავლობდა, მან ესეთი რამ მითხრა. გალილეო გალილეიმ, რომელიც ამ უარყოფის შემდეგ ციხეში გამოკეტეს, დაწერა ბევრი საინტერესო წიგნი, რომლებსაც დღეს ჩვენ ვსწავლობთ. სხვათა შორის, ჯორდანო ბრუნო საერთოდ არ არის ჩვენს პროგრამაში. ციტატის დასასრული. ძალიან კარგად მესმის, რატომ გვირჩევს ტერი პრატჩეტი, რომ გმირობის ადგილიდან თავის შორს დავიჭიროთ. ზუსტად ამის გამო მიმაჩნია ეს ციტატა ჰუმანურად. გმირობის ადგილი, როგორც წესი, კატასტროფის ადგილია. ერთი ამბავი მინდა კიდევ გიამბოთ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იოსებ ჟორდანია ცხოვრობდა მშვიდად, მოღვაწეობდა საბჭოთა საქართველოში, თბილისში ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტიც დააფუძნა, რომელსაც დღემდე მისი სახელი აქვს. გმირობა მისგან შორს იყო, სანამ კატასტროფის ზონაში არ აღმოჩნდა. რა იყო ეს ზონა, რა მოხდა, თვითმფრინავით მგზავრობდა და მის თვითმფრინავმა განიცადა, ესე იგი ეს კატასტროფა ჩავარდა ოკეანეში და ამ ადამიანმა თავისი მაშველი რგოლი დაუთმო გოგონას, რომელიც უბილეთოდ მგზავრობდა და ამიტომ თვითონ თავისი მაშველი რგოლი არ ქონდა და დაიღუპა ეს ჩვენი მეცნიერი.
და გამოვიდა რომ ფაქტობრივად აი ესეთი გმირობა ჩაიდინა საბჭოთა მეცნიერმა იოსებ ჟორდანიამ. გიორგი ანწუხელიძეც წლების განმავლობაში იყო სამხედრო მოსამსახურე და რუტინულად ემსახურებოდა თავის საქმეს, თავის სამშობლოს, სანამ ისიც კატასტროფის ზონაში არ მოყვა. 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს მან ჩაიდინა მართლა სამაგალითო გმირობა, სამაგალითო საქართველოს მთელი ისტორიის განმავლობაში, მთელი ისტორიის მანძილზე და ჩვენც როდესაც ჩვენს მომავალზე ვფიქრობთ, აი ამ გმირობის ათვლის წერტილზე ვდგავართ, რომ მან ხომ შეძლო, აი ეს აზრი გვაქვს თავში. 7 დალაგებულ, ბედნიერ, განვითარებულ ქვეყანაში არ არის გმირების ადგილი და საყოველთაოდ ცნობილია ის ფრაზა, რაც გალილეო გალილეის ათქმევინა ბერტოლდ ბრეხტმა, რომ უბედურ ქვეყნებში ჭირდებათ გმირები. ახლა დღევანდელი ციტატის პირველ ნაწილს მინდა დაუბრუნდე, რომელიც ამბობს, რომ გმირობის ადგილი ყველგან არისო, ანუ საპირისპიროს ამბობს თითქოს და რას ნიშნავს ეს, რომ გმირობის ადგილი ყველგან არის. როდესაც ამ ფრაზაზე ვფიქრობდი, გამახსენდა ჩემი ერთი ახალგაზრდა სტუმარი ვერო მელუა, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახიდან არის და ასეთი რამ თქვა, რომ დედაჩემი გმირია, რადგან სულ თავგანწირვა უხდება შვილებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად, მათ შორის ემიგრაციაში ცხოვრებაო. და იქვე დაამატა, გმირი დედების შვილები ბედნიერები არ არიან, რადგან პასუხისმგებლობის ტონა ტვირთს ატარებენო. ეხლა წარმოვიდგინოთ, რამდენი ქართველი დედა არის ემიგრაციაში და რამდენი შვილი არის უბედური იმის გამო, რომ დედის წინაშე თავს გრძნობს დამნაშავედ. გამოდის, რომ საქართველო არის გმირი დედებით და მათი უბედური შვილებით დახუნძლული ქვეყანა. ისიც ფაქტია, რომ სადაც სისტემა ხარვეზებით მუშაობს, ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეიძლება თავისი მოვალეობის შესასრულებლად თავგანწირვა და გმირობა მოუხდეს. ან უბრალოდ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მოუხდეს გმირობის ჩადენა. მაგალითად, თუ მეხანძრე არ არის სათანადოდ აღჭურვილი, თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულება შეიძლება გმირობის და თავდადების ხარჯზე მოუხდეს და სიცოცხლის გაწირვა დაჭირდეს იმისთვის, რომ ვიღაც გადაარჩინოს. თუ პროტესტის გამოხატვა სახის ძულების დალეწვას იწვევს, მაშინ გამოდის, რომ კონსტიტუციის დაცვაც გმირობა ყოფილა. როგორც აღმოჩნდა, სცენაზე დაცემული და გულწასული ბავშვის გადასარჩენადაც გმირობა ყოფილა საჭირო. ვნახეთ რამდენიმე დღის წინ ასეთი შემთხვევა და იმიტომ რომ იქ გმირი არავინ აღმოჩნდა, ბავშვს არავინ მიხედა და ისევ თვითონ დაუბრუნდა ცნობიერება, მანამდე მისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. რა თქმა უნდა, გმირობის ადგილია ქვეყანა, სადაც ტროტუარზე დგომაც კი შეიცავს პატიმრობის საფრთხეს და ადამიანები მაინც მიდიან და ყოველდღე დგანან. გმირობის ადგილი ყველგანაც რომ იყოს, როგორც ტერი პრატჩეტის ციტატა გვეუბნება, საქართველო მაინც ერთ-ერთია იმ ყველა ქვეყანას შორის და თანასწორებს შორისაც კი ერთ-ერთი პირველია, იმიტომ რომ ფაქტობრივად თავიდან ბოლომდე გმირობის ასპარეზია დღეს. აი აქ თავდება ჩემგან ამ ციტატის გაგება და იწყება უკვე დილემა, ვეთანხმები მას თუ არ ვეთანხმები, ესე იგი კი მესმის რა წერია ამ ციტატაში, მაგრამ ვეთანხმები თუ არა, რომ დღეს საქართველო რა კი გმირობის ადგილია და რა კი უბედური ქვეყანა, ყველა უნდა გავიქცეთ ამ ქვეყნიდან. თუ პირიქით დღეს არის ზუსტად საქართველო ის ქვეყანა, რომელიც ჩვენგან გაქცევას კი არა, რაღაც გარკვეულ თავდადებას მოითხოვს. აქ მინდა გავიხსენე, რომ გმირი მარტო ის არ არის, ვინც თავის სიცოცხლეს სწირავს მტერთან ბრძოლას. ზღაპრის პერსონაჟიც გმირია, რომელიც სახლიდან გადის იმის გამო, რომ ამ სახლში რაღაც დანაკლისია და ეს დანაკლისი უნდა შეივსოს. და აი ამ დანაკლისის შესავსებად გადის სახლიდან ადამიანი, გაივლის რთულ გზას,
ამ გზაზე ბევრ რამეს დააკარგავს, ბევრ რამეს შეიძენს, მაგრამ შინ გამარჯვებული ბრუნდება, რაც ნიშნავს იმას, რომ შეავსებს იმ დანაკლის, რის გამოც მას სახლის დატოვება მოუხდა. და იქნებ სწორედ ესეთი გმირების დრო არის დღეს საქართველოში, როცა მიზანი მაინც და მაინც სიცოცხლის გაწირვა კი არ იქნება, არამედ იქნება სწორ გზაზე სიარული, სწორი შრომა, სწორი თავდადება. პირადად მე რასაც ვხედავ და ვგრძნობ და რაც ხვებისგან მესმის, თავარი ახლა ჩვენთვის, საქართველოს მოსახლეობისთვის, არის გამოფხიზლება. რას ნიშნავს? ამ სიტყვის ძირში დევს სხვა სიტყვა, სიფხიზლე. და ეს სიფხიზლე ნიშნავს იმას, რომ ესე იგი გონება არ დავაბინდინოთ სხვადასხვა ფაქტორს, რომელიც აი ესე გონების დამბინდავად მოქმედებს ჩვენზე და პირველ რიგში იგულისხმება პროპაგანდა. ესე იგი, რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ჩვენ შევიძინოთ სიფხიზლე, ჩვენ გამოვფხიზლდეთ და ფხიზლად ვიაროთ იმ გზაზე, რომელიც საჭირო არის ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ის წინ წავიდეს და ადგილი არ ტკეპნოს, ან უკან არ იაროს. ეხლა მინდა გავიხსენო ერთი ადამიანი, რომელიც ადრეც გამიხსენებია. ეს არის გია აბესაძე. ჩვეულებრივი მოქალაქე, ექიმი, რომელმაც 1991 წელს რუსთაველის გამზირზე თავი დაიწვა იმისთვის, რომ რაღაცნაირად სამოქალაქო დაპირისპირება აეცილებინა ამგვარი პროტესტით თავის ქვეყნისთვის და აბა გია აბესაძისთვის იყო თუ იყო საქართველო უბედური ქვეყანა და გმირობის ასპარეზი, მაგრამ რა გამოვიდა მისი გმირობიდან? ჯერჯერობით არაფერი. შეიძლება ითქვას, რომ ტერი პრაჩეტის ცინიზმი სინამდვილეში არის საღი აზრის დემონსტრაცია. მისი ციტატა რას ამბობს? ფაქტობრივად ამბობს იმას, რომ იქ წადითო, სადაც გმირობა არასდროს არ დაგჭირდებათ, სანმე ბედნიერ და მოსაწყენ ქვეყანაში იცხოვრეთ და იქ იყავითო, სადაც საღმა აზრმა უკვე აჯობა ტყუილს და პათეტიკას. ჩვენ ჯერჯერობით არ გვაფხიზლებს ის ფაქტი, რომ ახალგაზრდები წლობით სხედან ციხეში. იმიტომ გავიხსენე გია აბესაძე, რომ თუ ასეთი გმირი იქნება საჭირო, ისიც გაჩნდება დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა ასეთ კრიზისულ მომენტებში ესეთ გმირებსაც ბადებდა, როგორც გია აბესაძე იყო. მთავარია, რომ ჩვენ გავიგოთ და დავაფასოთ მათი გმირობა. ეხლა ამ ახალგაზრდებზეც ვიცი ამბობენ, რომ დააშავეს და იმიტომ სხედანო და მაშინ ამ ადამიანებმა თავის თავს გასცენ პასუხი კითხვაზე, რომ იმ პოლიციელებმა, ძალოვანი სტრუქტურის იმ წარმომადგენლებმა, რომლებმაც ბევრად და ბევრად მეტი დააშავეს, რატომ არასდროს პასუხი არ აგეს? რატომ მოხდა ისე, რომ სასჯელის მაგივრად ღირსების ორდენები მიიღეს? ეს არის ჟანრის კანონი, რომ სცენაზე გმირებთან ერთად ანტიგმირებიც უნდა იყვნენ და ზუსტად ეს ქვეყანაა ახლა საქართველო, სადაც სცენაზე გმირები და ანტიგმირები არიან. დღეს ასთუხალისიანი ამ განწყობით, დაგემშვიდობებით შემდეგ პარასკევამდე და რა კი ჯერჯერობით მაინც პათეტიკის ქვეყნად ვრჩებით, მეც ჩემის მხრიდან დაგიტოვებთ თხოვნას, რომ არ გაიქცეთ ბედნიერ ქვეყნებში, დარჩით აქ საქართველოში, იქნებ რაღაცნაირად ერთად უპატრონოთ ამ ჩვენს არეულ დარეულ ქვეყანას. დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ერთად.